ბავშვობიდან ვხატავ, დაახლოებით 9 წლის ვიყავი ან 10-ის რაღაც ეგრე. როცა მულტფილმებიდან ვიხატავდი ხოლმე მულტფილმების გმირებს. ფაქტიურად მთელი ცხოვრება გააზრებული პერიოდიდან საერთოდ სხვა ინტერესი არ მქონია არასდროს, რომ სხვა რაღაც მეკეთებინა. რაღაც ერთ თემაში ვითარდები რაღაცას აკეთებ და შემდეგ უცებ იმდენად გაცივდე ამ საქმის მიმართ, რომ უკვე იქითკენ აღარ გაიხედა, უკვე პრობლემა არის. დღევანდელი ჩემი პროფესია არის გრუმერის, ან გრუმერი ვარ, ცხოველების, ესე ვთქვათ, სტილისტი. რაღაც კუთხით გავს თან მხატვრობას, იმიტომ რომ აქაც საჭიროა პროპორციები, აქაც საჭიროა რაღაც მხატვრული რაღაცები, მაინც გამომადგა. მაგრამ აი იმ რაღაცას იმ თავარს, რომელსაც აი ბავშვობიდან ამ საქმეს ვაკეთებდი, ამას ძალიან მოვწყდი. დასულ ასაკში უკვე გავაცნობიერე, რომ ამით უკვე ფიზიკურად ვერ იცხოვრებდი. მოეწონებათ რაღაც ნამუშევარი ტყვიან, კარგია რაღაც, მაგრამ იმის იქით უკვე მორჩა. ესე რჩება, მომწონს და მორჩასო. არსებობს რაღაც ჯგუფები, სადაც არის მაგალითად აუქციონები, Facebook ჯგუფები არსებობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი წყარო, საიდანაც გექნება შენ სტაბილური შემოსავალი. ჩემი მეგობარი არის, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ისიც ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ხატავს, მაგრამ უწევს სამწუხაროდ მას მშენებლობაზე მუშაობა. როცა საერთოდ მოწოდებით საერთოდ სხვა ადამიანია, მაგრამ აკეთებს რადიკალურად სხვა რამეს. აი მე რო ვეუბნებოდი, რომ აი მიდი რა, რატო გაჩერდი შენ, მაგარი ნიჭი გააქვს, ძალიან მომწონს შენი ნახატები, ძალიან ნიჭიერი ხარ. მე ეს ჩემ თავზეც ესე გამოვცადე, როგორც არის. შეიძლება კარგი ანაზღაურებადი სამსახურიც იყოს, მაგრამ ეს ხო მაინც არ არის ის, რაც შენ მოწოდებით გინდოდა. ამიტომ ამ მოცემულობით შეუძლებელია, რომ მხატვარმა ადამიანმა იარსებოს, თუნდაც იარსებოს, მართლა.